დიახ, ნათია, მე-18 დღეა თბილისის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბათუმში საპროტესტო აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე. ყველა პროფესიის ადამიანი იკრიბება და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში პედაგოგები ბათუმში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები შეკრებილები არიან ილია ჭავჭავაძის ძეგლთან და ისინი ბუნებრივია აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ასწავლიან ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, თუმცა დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საპირისპირო ხდება, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს დიდი პროტესტი აქვთ და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა ადამიანის პროტესტი მინახია, თუმცა პედაგოგები ასე ერთსულოვნად გამოდიოდეს ნამდვილად არ მინახავს. მე ხა პირდაპირ ეთერში გავესაუბრები რამდენიმე მათგანს, აი რომ მითხრათ თქვენი პროტესტის შესახებ, რა არის მთავარი სათქმელი და რატომ გამოხვედით ქუჩაში? მოგესალმებით, მე მერვე საჯარო სკოლაში გერმანულ და ინგლისურ ენებს ვასწავლი. მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ვგმობ ქართული არ მინდა რომ ჩემი სახელმწიფო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს. მით უმეტეს რომ როდესაც კლასში შევდივარ, უკვე ვგრძნობ ჩემი მოსწავლეების განწყობას, რომ მათ უნდათ ცივილური სახელმწიფო, ცივილური ცხოვრება და ცივილური მომავალი. როდესაც მოსწავლე გეუბნება რომ ხომ ირონიით, როდესაც გეუბნება რომ ხომ არ ჯობდა ფეხბურთზე წავსულიყავით, რაღა გვინდა აქ გაკვეთილზე რაღა გავაკეთოთო, უკვე ძალიან მწარე გზავნილი არის ახლანდელი ხელისუფლების მიმართ, იმ ხელისუფლებისა, რომელმაც მოიტაცა ხალხის ხმები და არა არჩეული თავის მიზნებს ახორციელებს, თუმცა ეს ძალიან მოკლე დროით გაგრძელდება, ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენ გვაქვს ადგილი ევროპულ სივრცეში და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ამ სიძნელესაც გაუძლებს. ამიტომ მინდა მივმართო ქვეყნის მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მეტად მიიღონ მონაწილეობა პროტესტში, განსაკუთრებით პედაგოგებს, მათი ვალია იდგნენ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც არიან მთელი საქართველოს მოსწავლეები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ასე თავგამოდებით იბრძვიან და ასწორებენ იმ შეცდომებს, რაც ჩემმა თაობამ დაუშვა გარკვეული წლების წინ. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ აქციაში. დიდი მადლობა. აქ არის ყველა საგნის მასწავლებელი არიან, როგორც უცხო ენების პედაგოგები, ასევე მათემატიკოსები, ასევე ფილოლოგები. აი ჩემ მასწავლებელსაც ვხედავ ეხლა აი აქ საპროტესტო აქციაზე მზიამას. თქვენ გვასწავლიდით პატრიოტიზმს, ჰუმანიზმს. დღევანდელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თქვენ რა ღირებულებებზე ესაუბრებით თქვენს მოსწავლეებს? სწორედაც ვფიქრობ, რომ მასწავლებელი იმ ღირებულებების დამცველი უნდა იყოს, რომელსაც ის გაკვეთილზე ასწავლის და ამისთვის უნდა გამოიყენოს არა მარტო ფორმალური გარემო, საკლასო ოთახი, არამედ არაფორმალური გარემო და ყველგან შეიძლება მასწავლებელმა გაკვეთილი ჩაატაროს და თავისი სათქმელი უთხრას ახალგაზრდებს. მე გამოვედი დღეს ახალგაზრდების სულისკვეთების, მათი მიზნების მხარდასაჭერად, რომელი ნაძვის ხე შეედრებოდა გუშინდელ კადრს, როცა ამ წეზე ორი ქართველი იყო ასული ამ სიმაღლეზე და ქართულ დროშას აფრიალებდა. ვფიქრობ, რომ დღეს იწერება თავისუფლებისათვის ბრძოლის რთული, მაგრამ ძალიან ლამაზი ისტორია და ჯერა რომ ამ ბრძოლას ახალგაზრდები მოიგებენ და ჩვენ ყველა მოვიგებთ ამ ბრძოლას. მადლობა. თავისუფლებისათვის ბრძოლა თქვა ბატონმა მზიამ. რამდენი წელია უკვე საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძვის და თქვენი მთავარი სათქმელი ბათუმიდან? 9 აპრილიდან დაწყებული ვდგავარ მე პირადად იქ, სადაც ჩემი ქვეყანა თავისუფლებას დაეძებდა და მე მგონია ჩვენ ქართველიერი არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს თავისუფლება გადაკელოს. ჩვენ ავეპარებით ჩვენ შვილებს. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი პროტესტი, კულტურული, ისეთი როგორიც შეეფერება ქართველ და ევროპულ ერს და ყოველთვის ვიდგებით აქ, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ.
ძალიან დიდი მადლობა, როგორც გითხარით, აქ იმყოფებიან როგორც საჯარო სკოლების პედაგოგები, ასევე იმყოფებიან კერძო სკოლების პედაგოგებიც. კიდევ გავესაუბრები რამდენიმე მათგანს პირდაპირ ეთერში. აი რომ მითხრათ თქვენი მთავარი სათქმელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ხედავთ რა ხდება ქვეყანაში. რას ეტყვით ბათუმიდან მთლიანად საქართველოს? ბათუმიდან მთლიანად საქართველოს ვეტყოდი იმას, რაც გვიწერია ჩვენ გერბზე, რომ ძალა ერთობაშია, ვეტყოდი იმას, რაც არის ჩვენი ჰიმნის მთავარი გზავნილი, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება, ვეტყოდი იმას, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ალტერნატივა არ აქვს, ვეტყოდი იმას, რომ 37 წლიანი ბრძოლა, რომელშიც არის ეს ქვეყანა და ამდენი დაღვრილი სისხლი უკვალოდ ვერ ჩაივლის, ვეტყოდი იმას, რომ ჩვენი მორალური ვალია ვიდგეთ აქ და ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისთვის, მისი დეოკუპაციისთვის და ვფიქრობ, რომ ამის ერთადერთი გასაღები არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ჩვენი ევროპული მომავალი. ვეტყოდი იმას, განსაკუთრებით ჩემს თაობას, რომელსაც ახსოვს 9 აპრილი, რომელსაც ახსოვს მერე 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომელსაც ახსოვს ბნელი და მშიერი საქართველო, ჩვენ ეს მძიმე დღეები და არ გამოგვივლია, იმიტომ რომ ეხა ასე ფიანდაზით მივართვათ ეს ქვეყანა უწიგნურობას, კორუფციას, ნეპოტიზმს და გამყიდველობას. დიდი მადლობა, თქვენ ბუნებრივია აკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რა ხდება ზოგადად საქართველოში და აი ამის ფონზე რამდენად აქტიურია ბათუმი დღეს ეხლა აი ამ საპროტესტო აქციებს ბათუმელი პედაგოგებით შეუერთდით. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი ის ფაქტი, რომ პირდაპირ ეთერში სცემენ ჟურნალისტებს, სცემენ ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენ გულგრილი დღეს ვერც ერთი მოქალაქე ვერ გაჩერდება და მით უმეტეს ბათუმელი. ჩვენ ვეტყვით აქედან ვამხნევებთ თბილისს, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ თბილისში არ წყდება საქართველოს ბედი, ჩვენ ვალდებულები ვართ შევიკრიბოთ და ვეთანხმებით ჩემს წინამორბედს და ვიტყვი, რომ ძალა ერთობაშია, მიხარია ძალიან, რომ არ ჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა. აი თქვენს პირდაპირ ეთერში ვარ, რომ მითხრათ, აი რამ განაპირობა თქვენი საპროტესტო აქციაზე დგომა? მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ქუჩის აქციებისა, მაგრამ დღეს უკვე საქართველოში ის მდგომარეობაა, როდესაც სხვაგვარად არ გვისმენენ. ჩვენ ღმერთმა დაბადებით მოგვანიჭა თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა, მაგრამ ეს თავისუფლებაც წაგვართვეს და თანასწორუფლებიანობაც. როდესაც ერთი ძალადობისთვის ისჭება და მეორე წახალისებულია, ეს არ არის თანასწორუფლებიანობა. როდესაც ადამიანებს სიტყვის თქმის ეშინიათ, იმიტომ რომ მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, არც ეს არაა თავისუფლება. თუ არის შესაძლებელი, მე ცოტა მეტი მაქვს სათქმელი, რომ ტელევიზიით მინდა მიმართვა ადამიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მე მინდა ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეების იმ ნაწილს მოგმართოთ, ვისი შვილებიც პრაქტიკულად დგანან ასეთ გამოსვლებზე. თქვენი შვილები არ გეთანხმებიან და იქნება მოусმინოთ შვილებს მაინც ჩვენ თუ არ გვისმენთ. ვიცი რომ ხელისუფლება დღეს ყრუა და ამიტომ არ ესმის, მაგრამ თქვენ შვილებს მაინც მოусმინეთ და ამით გაიგებთ ხალხის გულის ტკივილს. ხალხის მაჯისცემას მოусმინეთ და მართალ სიტყვას მოусმინეთ. სამწუხაროდ სიტყვის თავისუფლებას დაემუქრა ძალიან დიდი საფრთხე. როდესაც ილია ჭავჭავაძეს ჩემო კალამო ამოიღეს საგამოსვლა პროგრამიდან, სხვა რას ემსახურება თუ არა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ წასვლას. პატრიოტიზმიც აკრძალული გახდა სამწუხაროდ, როდესაც ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმიც ამოიღეს. ბახტრიონიც ამოიღეს გამოცდის პროგრამიდან. ჩემთვის ეს ყოვლად გაუგებარი იყო და საშინელი პროტესტის განცდა და მეუფლა ამაზე და როცა გავაჟღერე სხვათა შორის განსხვავებული პასუხები მოვისმინე და იმდენად არ მომეწონა რომ მე ვუპასუხე მას რომ მაშინ ბარე ვეფხისტყაოსანი ამოიღოთ. ყველაზე რთული საკითხია, ყველაზე ვრცელი ტექსტია და მაშინ ყველაზე მარტივი იქნებოდა გამოცდის ჩაბარება, მაგრამ კიდევ კარგი ამას რომ არ დაესმუქნენ, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი ეს არის ქართული სული და გული. ვეფხისტყაოსანი ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ევროპული ღირებულებები ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გქონდა და ჩვენ არავისგან არ გვესწავლება თავისუფლება სიტყვისა, არც ტოლერანტობა, არც პატრიოტიზმი. შესაბამისად გვაქვს უბრალოდ ამ ყველაფრისთვის ხელისუფლება დამყრუდა. აღარ ესმის, იმიტომ რომ მე ვხედა უკვე მე-19 დღეა ხომ პროტესტისა. ხალხი გამოდის ამ სუსხიან ღამეში ყოველი სამუშაო დღის შემდეგ და ცდილობს ხელისუფლებას გააგონოს ხმა, მაგრამ ხელისუფლებიდან ერთი მოხელეც კი არ
მოსულა და არც ერთი ადამიანის გულის ტკივილი არ მოუსწმენია, იმდენად დაყრუვდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სიტყვის თავისუფლება წართმეული აქვს საჯარო მოხელეებსაც. ვიცი საჯარო მოხელეები, რომლებიც არ არიან თანახმანი მათ პოლიტიკისა, მაგრამ სიტყვას ვერ ამბობენ, იმიტომ რომ ხვალდაძე შეიძლება სამსახურიდან გაუშვან. ვიცი ჩემი კოლეგები, რომლებიც ასევე არიან მოწინააღმდეგე ხელისუფლების ამ უსამართლო განწყობისა, მაგრამ სიტყვას ვერ ამბობენ, იმიტომ რომ ეშინიათ იმისთვის, რომ მათი შვილები შეიძლება საფრთხის წინაშე და ტერორის წინაშე აღმოჩნდეს. მათი ოჯახის წევრები შეიძლება აღმოჩნდნენ, რომ მოულოდნელად თავს დაესხან, გაიტაცონ და შეკერილი ბრალდებით ციხეში ჩასვან. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენს თავისუფლებას და თანასწორ უფლებიანობას იცავს კონსტიტუცია. კონსტიტუცია დღეს სამასხარაოდ გადააქციეს. როდესაც არ გვაქვს კონსტიტუცია, არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, არ გვაქვს არანაირი თავისუფალი სასამართლო. მე როდესაც აღმოჩნდები მსხვერპლი რეჟიმისა, ვისთან უნდა გავარკვიო მე ჩემი სიმართლე? სად შეიძლება გავარკვიო, რომ მე ვარ თუ არა დამნაშავე, როდესაც გაყიდულია სასამართლო, სამწუხაროა და საუბედუროა, იმიტომ რომ ადამიანებს სადაც აღარ გვაქვს სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, ჩვენ აღარ გვაქვს სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას და კეთილინებონ მოусმინოთ. მადლობა, აი ასეთია განწყობა ბათუმელი პედაგოგების, ისინი ამ წუთებში როგორც გითხარით, ილია ჭავჭავაძის ძებთან არიან შეკრებილები და სულ ცოტა ხანში მსვლელობას მოაწყობენ და გადავლენ ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ტრადიციულად ყოველი ბათუმელი იკრიბება.